გამოჩენის და ქაოსის ცდელობის განცხადება გქონდეს. მეტი არაფერი. წარმატება მინდა გისურვოთ, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. თუ გახდებით თავდაცვის მინისტრი, მე ამ ეთერს ამოვიღებ მაშინ და შეგახსენებთ რომ პროგნოზი ამის შესახებ გავაკეთეთ ჩვენს გადაცემაში. წარმატებები, ეს იყო ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი კობა კობალაძე. მე მას ვემშვიდობები და გადავდივარ შეკითხვით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან. ირაკლი სესიაშვილმა უპასუხისმგებლობა და პოლიტიკური ხელთათმანის სრულად შეაფასა თინა ხიდაშელის დღევანდელი განცხადება. მადლობა ბატონო ირაკლი რომ ხართ ჩვენთან ერთად. მე მაქვს თქვენთან ბევრი შეკითხვა. პირველ რიგში ის მოულოდნელი იყო თუ არა თქვენთვის დღევანდელი განცხადება, რომელიც საჯაროდ და ხელმოწერით გააკეთა თინა ხიდაშელმა. ინგა სამწუხაროდ სიურპრიზი იყო. სიურპრიზი იყო იმდენად, რამდენადაც დიახ ჩვენ ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე, ისევე როგორც საჯაროდ, ისე დახურულ ფორმატში. მინისტრი, ისევე როგორც ბატონი ირაკლი ალასანია, ქალბატონი თინა ხიდაშელი თვლიდა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური შეერაღებულ ძალებში უნდა გაუქმდეს. მე ამის ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ვინ არის მომხრე და ვინ არის წინააღმდეგი, ვის რა არგუმენტი აქვს. ამაზე ჩვენ შეგვიძლია ძალიან ფართოდ ვიმსჯელოთ და უფრო სიღრმისეულ დისკუსიაში შევიდეთ. თავარი არის ის, რომ რატომ შევაფასე მე მაგალითად და უწოდე ამას, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პიარის ნაწილი. საქმე იმაში გახლავთ ქალნინგა, რომ სამხედრო სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ეხლაც მიმდინარეობს და სრულდება სულ რაღაც 3 დღეში. შემდგომი საშემოდგომო გაწვევა დაიწყება სავარაუდოდ აგვისტოდან და თავდაცვის სამინისტროს აქამდეც ყოფილა შემთხვევა, რომ წევანდელი არ მოუთხოვია და ამ განცხადებას, ამ განაცხადზე უარი უთქვავს. ანუ ყველა უწყება განაცხადს აკეთებს მთავრობაზე, მთავრობა ამტკიცებს და შემდგომ შესაბამისი სამსახურები ახდენენ წევანდელების გაწვევას. თავდაცვის მინისტრმა დღეს 27 ივნისს გააკეთა ეს განცხადება, მაშინ როდესაც გაწვევა მთავრდება 3 დღეში და ფაქტობრივად 1000 კაცი ყავს გაწვეული სამხედრო სავალდებულო სამსახურში, შეიარაღებულ ძალებში და წინსწრებად ქალბატონი მინისტრი აკეთებს ბრიფინგს და განცხადებას, რომ საშემოდგომო გაწვევაზე აღარ მოხდება წევანდელთა გაწვევა. რომელიც მას შეეძლო გაეკეთებინა უბრალოდ ისე, რომ გაწვევის პერიოდში, როდესაც განაცხადები კეთდება, უბრალოდ ეს განაცხადი არ გაეკეთებინა და არანაირად არ გამოექვეყნებინა ბრძანება და არ ეთქვა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მოთხოვნას. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს არის პიარული პიარი, ანუ ეს იყო წინასაარჩევნო გათვლა რესპუბლიკელი მინისტრისა, რომელსაც არ ეთანხმება ქართული ოცნება, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ რიგითი დეპუტატი, თქვენ წარმოადგენთ ყველაზე სერიოზული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს აქ ეხლა ჩვენს რეალობაში. ანუ თინა ხიდაშელმა ეს გააკეთა წინასაარჩევნოდ რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ინგა, გვერდზე გადავდოთ პარტიული ინტერესები. პირველ რიგში გამოვიდეთ იქიდან რა ჭირდება სახელმწიფოს. რა ჭირდება? და აქ ვიყოთ, აქ ვიმსჯელოთ და აქ ვიკამათოთ. მე მქონდა პოზიცია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გათვალისწინებული საფრთხეების, გათვალისწინებით იმისა, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური ჭირდება ძალიან სერიოზული ქვეყანას, რომელიც უნდა იყოს რეალურად ამ ქვეყნის თავდაცვის ხერხემალი. და ამაზე მე ღიათაც და დახურულ რეჟიმშიც მიმსჯელია მათ შორის ქალბატონ მინისტრთან და შემითავაზებია მათთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის ტრანსფორმაციის გეგმა, რომელიც პირდაპირ კავშირშია სარეზერვო სამსახურთან. ამიტომ სამხრივი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ამას ვეწინააღმდეგები მე და მიმაჩნია, რომ დიახ, ეს იყო პოლიტიკური პიარის ნაწილი, იმიტომ რომ იმდენად რამდენადაც შესაძლოა, მე ამას რა თქმა უნდა პირდაპირ რაიმე გადაწყვეტილებას არ ვაჟღერებ, მაგრამ შესაძლოა ქალბატონმა მინისტრმა თავისი პოსტი დატოვოს წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, რამდენადაც კოალიცია დაიშალა ვარშავის სამიტის შემდგომ, ამაზე ყველა მსჯელობს და აქ ამ სიახლეს ვამბობ. ამიტომ მინისტრი ამბობს, აკეთებს განაცხადს და ბრძანებას აქვეყნებს დღეს, როცა ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებული იქნას მხოლოდ მას შემდგომ, რაც საშემოდგომო გაწვევა გამოცხადდება,
მე ვთვლი რომ ეს დიახ პოლიტიკური პიარის ნაწილია და აპელირება ხდება იმ წევანდელებზე და იმ ოჯახის წევრებზე, ვისთვისაც სამხედრო სავალდებულო სამსახური ერთგვარი დისკომფორტია. გავიგეთ, ბატონო ირაკლი. მით უმეტეს, როდესაც მე პირადად მსჯელობ და მუშაობ იმ გეგმაზე, რომელიც მოახდენს სამხედრო სავალდებულო სამსახურის ტრანსფორმირებას და მას ჩამოაყალიბებს ისეთ სისტემად, რომელიც ერთის მხრივ მოხსნის დისკომფორტს წევანდელებისთვის და მეორეს მხრივ იქნება მთლიანად ორიენტირებული თავდაცვის სისტემაზე, ამ ფონზე მისი განცხადება, მაშინ როდესაც არაა საქმის კურსში პრემიერი, მაშინ როდესაც არაა მსჯელობა არ ყოფილა მსჯელობა უშუალოდ საბჭოზე, პარლამენტში და ჩემი აზრით ეს სცილდება მინისტრის კომპეტენციას და უფრო მეტად იჭრება საპარლამენტო პოლიტიკის განსაზღვრის სფეროში, თავისთავად ცხადია ბუნებრივად მიჩნდება კითხვები და ბუნებრივად მიჩნდება აზრი, რომ ეს შეიძლება იყოს უფრო მეტად ვიწრო პოლიტიკური პიარის ნაწილი, ვიდრე ეს ემსახურებოდეს საერთო ინტერესს. თუ შეგიძლიათ განმიმარტეთ, უკაცრავად დავაკონტროლებ რისი განმარტება მინდა. ანუ თქვენ ბრძანეთ, რომ უკვე მიდის ეს სავალდებულო გაწევა, შესაბამისად თქვით ისიც, რომ 2 დღეღა არის დარჩენილი და აი დღეს, როცა არის 2 დღე დარჩენილი, როცა გამოდის თავდაცვის მინისტრი და სახალხო ჟურნალისტების თვალწინ აწერს ხელს და აცხადებს რომ დღეიდან შეჩერდა. აი ამ 2 დღეში მაინც გაგრძელდება თავდაცვის მინისტრის ამ გადაწყვეტილების მიუხედავად. აი თუნდაც ამ 2 დღეში თორე საშემოდგომოდ სავარაუდოდ სხვა მინისტრი იქნება და თინა მისიც თქვა რომ სხვა მინისტრს შეეძლება მისი გადაწყვეტილების შეცვლა და გადახედვა. ანუ ამ 2 დღეში რაიმე შეიცვლება, ვინც უნდა გაიწვიონ მათთვის? არა ინგა, საქმეც მაგაშია. საქმეც მაგაშია და ამაზე ვსაუბრობ მე. არაფერი არ შეიცვლება. 1000 კაცზე განაცხადი თავდაცვის სამინისტროს გაკეთებული აქვს და ამ 1000 კაცს მიიღებს. მთავრობაზე დამტკიცებულია ეს. საუბარი არის ამ ბრძანებაში, რომ მომავალში განაცხადს აღარ გააკეთებს. აქამდე განაცხადი გაკეთებული აქვს 1000 კაცზე და ეს 3 დღე რაცაა დარჩენილი, ეს 3 დღე არაფერს არ შეცვლის. სავარაუდოდ თავდაცვას თავისი განაცხადის მიხედვით წევანდელთა კონტინგენტი უკვე მიღებული აქვს. და მე ვსვავ კითხვას დღეს წინსრებ, როდესაც მინისტრი აკეთებს ამ განცხადებას და საუბრობს, რომ აი საშემოდგომო გაწევა რო იქნება, მაშინ თავდაცვის სამინისტრო განაცხადს აღარ გააკეთებს. დიახ. შესეთი მაშინ გაეკეთებინა და მანამდე გვემსჯელა და გვეფიქრა. ეს ერთი. და მეორე, თუ არ გააკეთებს განაცხადს, მაშინ ხო საკონტრაქტო მოსამსახურეები უნდა აიყვანოს. კი, საუბრობდა უნდა აიყვანოს, ამის ბიუჯეტი განსაზღვრულია, გათვალისწინებულია. გათვალისწინებულია შესაბამისი ხარჯები. ეს ყველაფერი ასე ჰაერიდან ხო არ მოდის? ხო, და ოპოზიცია ამბობს, რომ უფასო მე პირადად ძალიან ბევრი არგუმენტი მაქვს, რატომ არ უნდა გაუქმდეს სავალდებულო გაწევას, ვინც ექვემდებარებოდაო ეს წევამდელები, უფასო მუშახელი და თინას განცხადებაშიც იყო რაღაცა მონური ის არ უნდა აღიქმებოდეს როგორც რაღაცნაირი მონური ჩემთვის ინგა შეურაცხყოფელი ასეთი შეფასება. დღეს ჩვენი წევანდელები ქვეყანას ემსახურებიან სხვადასხვა სისტემებში და ისინი არიან ჩვენი ქვეყნის საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების ნაწილი. და ვერანაირად ვერ მივცემ თავისუფლებას, რომ მათ უწოდო უფასო მუშახელი, როცა ისინი არიან პატრიოტული გრძნობით და ემსახურებიან ქვეყანას. შეიძლება ეს დისკომფორტი იყოს, შეიძლება ქვეყანაში ბევრ ადამიანს ჰქონდეს გარკვეული დისკომფორტი სახელმწიფო სამსახურთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ყველა ვემსახურებით ქვეყანას და ჩვენი ვალია ვიყოთ ქვეყნის თავდაცვაში. კი ბატონო. ეს ამ უწყების და ამ საერთოდ სისტემის დისკრედიტაცია მიმაჩნია უზნეობად. თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, პასუხისგებლობა უნდა ვიღოთ ჩვენ და უნდა ვთქვათ, რომ ეს არ ვარგა, იმიტომ არ ვარგა, რომ 1 2 3 და უნდა გამოვასწოროთ და არა გავაუქმოთ. და სწორედ აი ესეთი მიდგომები გავაუქმოთ, ეს არის უპასუხისგებლობა. იმიტომ რომ ვაუქმებთ, აი მაგალითად გირჩ ქონა შემოტანილი, გავაუქმოთო. დღეს რო გავაუქმოთ, სისტემა რომელიც მეტნაკლებად დალაგებულია, მთლიანად ამოვარდება და გირჩ ქონდა დამატებით არა მარტო თავდაცვის მიმართულებით, არამედ ლიტვის მაგალითი მოგიტანოთ. ძანეთ. ინგა ლიტვის მაგალითი მინდა მოგიტანოთ. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლიტვის, რომელიც იყო ინიციატორი, რომ ლიტვაში გაუქმებული იყო სამხედრო სავალდებულო სამსახური, არის ჩემი კოლეგა ნატო საპარლამენტო ასამბლეაში. და სწორედ მის ინიციატივით თავის დროზე გაუქმდა. და რამდენიმე ხნის წინ მან პირადად მითხრა, რომ ვიცი ირაკლი თქვენთან მსჯელობა ამაზეო და გთხოვ რომ ეს შეცდომა არ გაიმეოროთო. იმიტომ რომ ჩემი ინიციატივით გაუქმდა, მაშინ თავდაცვის მინისტრი ვიყავიო და დღეს მათ შორის ჩემი ინიციატივით ის აღდგებაო და თქვენ იცით რომ რამდენიმე დღის წინ
ლიტვაში სავალდებულო სამხედრო სამსახური ბატონო ირაკლი, ერთი კითხვა ამით არაფერი არ შეცვლილა ლიტვის ყოფნა ნატოში მაგალითად. გავიგეთ. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ამიტომ ნუ იქნება მიდგომა ისა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური აუცილებლად ყველა ასე თქვათ ნატოს წევრ ქვეყანაში უნდა გაუქმდეს. სულ რამდენიმე თითზე ჩამოზათვლილი ქვეყნებია, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდა. კი ბატონო. და როცა ვიხდებით ფინანსურად და სხვა შესაძლებლობით საფრთხეების გათვალისწინებით უკეთეს მდგომარეობაში, სიამოვნებით გავაუქმებ, პირადად მე ვიხდები მაგის მხარდაჭერი, მაგრამ ამოცემულებაში და მეცაც გეტყვით, მე რამდენიმე დეტალში შევალ. შეიძლება არ იყოს სწორი, რომ ასე ვთქვათ, ოპონენტი არ ყავს, მაგრამ შევალ რამდენიმე დეტალში. აი მაგალითად, შეიარაღებულ ძალებში არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური. ეს არის მაგალითად საყარაულო სამსახური, დაცვის უზრუნველყოფა პერიმეტრის სამხედრო ნაწილების და ზურგის სამსახური, სადაც ძირითადად არიან წევანდელები განთავსებული. გავიგეთ. თქვენ ახსენეთ წეღან ლიტვა. როცა მინისტრი ამ ბრძანებას წერს და აუქმებს, ვინ უნდა შეასრულოს ეს ფუნქციები? ვინ უნდა შეაფსულოს? გავიგეთ. აი თქვენ ახსენეთ წეღან ლიტვა და მაგალითად შვეიცარიის მაგალითი არის. პრაქტიკაში არ არსებობს, რომ საკონტრაქტო მოსამსახურე იყოს დაკავებული საყარაულო სამსახურით. ბუნებაში არ არსებობს. კი ბატონო. ამიტომ ვამბობ, რომ ვაუქმებთ, მაგრამ რითი ვანაცვლებთ? კარგით, გავიგეთ და მე ამიტომ ამ კითხვებზე პასუხი არ არის. კარგით. თქვენ ლიტვა ახსენეთ, რომ მე მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, მაგალითად შვეიცარიაში 2013 წელს ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით მოქალაქეების უმრავლესობამ 73%-მა არ დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას. ეს უბრალოდ საგარეო მიმართულებით პარალელები რომ გავალო და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ. თქვენ თუ გახდებით თავდაცვის მინისტრი, ინგა ვერ გავავლებ პარალელს. ინგა ერთი წუთი. ინგა ვერ გავავლებ პარალელს. ეხა შვეიცარიის და ჩვენი მდგომარეობა მე მგონი არაა საჭირო რომ შევადაროთ. შევადაროთ ისრაელს. კარგით. მოდით მე მე ვილაპარაკოთ შედარებაზე და საფრთხეებზე. ეხა შვეიცარიის მაგალითი სადაც არ ვიცი საფრთხე საიდან შეიძლება წამოვიდეს არ ვიცი თეორიულად ამასაც ძალიან დიდი ექსპერტიზა დაჭირდება რომ როგორ საფრთხე იპოვო იქ და შევედაროთ ისრაელს, შევედაროთ იმ ქვეყნებს სადაც სერიოზული პრობლემებია. ირაკლი, ბატონო ირაკლი, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. სავარაუდოდ თქვენ ხართ ერთ-ერთი ვის კანდიდატურასაც განიხილავენ მომავალ მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრად. რა სიტყვით ამ თემაზე? ალბათ მეთქვით რომ არ მიდის ლაპარაკი, თუ მიიღებთ შეთავაზებას დათანხმდებით თუ არა, ან განიხილება თუ არა და ამ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ რომ თქვენ გააუქმებთ ალბათ დღეს მიღებულ ამ გადაწყვეტილებას თინა ხიდაშელისას. ინგა, ჩემი პრინციპული მიდგომა არის რომ დღეს ქვეყანას ყავს თავდაცვის მინისტრი და მას სრული მხარდაჭერა აქვს პირადად ჩემგან, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ჩვენ 100 სხვადასხვაობა გქონდეს საკითხებზე. მან ძალიან ბევრი იმუშავა ვარშავის სამიტისთვის და სრული მხარდაჭერა ჰქონდა პრეზიდენტისგან, პრემიერისგან, საქართველოს პარლამენტისგან და ასევე ექნება მხარდაჭერა. ამიტომ მაშინ როდესაც ქვეყანას თავდაცვის მინისტრი ყავს, უადგილოდ მიმაჩნია რაიმე კანდიდატურებზე საუბარი, განსაკუთრებულად როცა საქმე ეხება თავდაცვის მინისტრს, იმიტომ რომ ჩემთვის ჯარისკაცებისთვის, ოფიცრებისთვის მართლობის სტაბილურობის განცდა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო. მესმის, მაგრამ რომ მიიღოთ შემოთავაზება თუ დათანხმდებით და დაგემშვიდობებით გია ხუხაშვილთან უნდა გადავიდე შეკითხვა. ინგა, ჩემთვის ეს სფერო, კი ბატონო, ჩემთვის ეს სფერო უცხო რა თქმა უნდა არ არის. მე ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი ვარ, პარტიულ დისციპლინას პატივს ვცემ, ქვეყანა სადაც დაჭირდება პრემიერ-მინისტრი როგორც გადაწყვეტს, რა თქმა უნდა არ მოვერიდები ვემსახურო ქვეყანას როგორც და სადაც უკეთ გამოავლენ ჩემ უნარჩვევებს. წარმატება მინდა გისურვოთ ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. ეს იყო პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ გავრცელებული ინფორმაციით თინა ხიდაშელის სავარაუდო შემცველად, რომელიც ვარშავის სამიტის შემდეგ ყველა შემთხვევაში გადადგება თავდაცვის მინისტრობიდან, სახელდება სწორედ ირაკლი სესიაშვილი და ასევე კულუარებში საუბარი მიდის ბოლო პერიოდში კობა კობალაძეზე. თქვენ ორივე მათგანს მოусმინეთ დღის ამბებში რამდენიმე წუთში. პირდაპირ ეთერში ექსპერტი გია ხუხაშვილი საინტერესოა, რით ახსნის იგი უკვე რესპუბლიკელ მინისტრსა და ქართული ოცნების სახელმწიფო გუნდს შორის ასეთ ღია დაპირისპირებას, ასევე შეკითხვები გვექნება მასთან იმაზე, რა ხდება პრეზიდენტის კარს, რატომ იკრებს გარშემო გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ ფიგურებს.